ჩვენ ხედავთ ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი, რეპრესიული ნაბიჯი იმისათვის, რომ ქვეყანაში სიყვარსა და გამოხატვის თავისუფლება აღარ ყოფილიყო და მათ მიიღეს არაერთი კანონი რეპრესიული მედიის თავისუფლების მიმართულებით, სამოქალაქო ორგანიზაციების თუ ასე შემდეგ და მთავარი მიზანი ძალიან ნათელი და ცხადია, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა ქვეყანაში ისმოდეს განსხვავებული აზრი, არ უნდა ისმოდეს კრიტიკული აზრი და რა თქმა უნდა აქ მედიას ყველაზე დიდი როლი ენიჭება. ამიტომ თუ კი ჩვენ ხედავთ, რომ ერთი და იგივე საქმესთან დაკავშირებით, მაგალითად, კრიტიკული მედიას საშუალების მიმართ ხდება შერჩევითი სამართლის განხორციელება, ხოლო ზუსტად იგივე საქმესთან დაკავშირებით სხვა მედიის მიმართ არ ხორციელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ უკვე საუბარი გვექნება პოლიტიკური ნიშნით მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ეს არის შერჩევითი სამართალი და რა თქმა უნდა, მიზანი აქაც ცხადია, რომ ეს მიმართულია იმისათვის, რომ კონკრეტულად ამ მედიას საშუალების საქმიანობა მათთვის არ არის ხელსაყრელი, ამ მედიას საშუალებების მიერ გამოთქმული მოსაზრებები, რომელიც შეიძლება იყოს განსხვავებული, ესეც არ არის მათთვის ხელსაყრელი და სწორედ ამიტომ დგამენ ასეთი ტიპის ნაბიჯებს.